ტელეარხი 25-ის დამფუძნებლებისა და დირექტორის განცხადებას პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე გამოხმაურება მოყვა დღეს ბათუმში. სოლიდარობის აქცია ბათუმში სიმბოლურად პროკურატურის წინ გაიმართა. პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველოს აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი წინა საარჩევნოდ მთავარ პროკურატურის მიერ ტელეარხის დამფუძნებლების არაფორმალურ გარემოში დაკითხვას დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა დაფასებს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა მათივე თქმით არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოძიება მაქსიმალურად გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით ჩატარდეს. მათი თქმით პროკურატურის მხრიდან განხორციელებული მსგავსი ქმედებები შესაძლოა უარყოფით და დაისახოს სამაუწყებლო კომპანიის ნორმალურ და თავისუფალ ფუნქციონირებაზე. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას სწრაფად და გამჭვირვალედ მოახდინონ რეაგირება ზემოთ ხსენებულ საქმეზე. მოხდა ზეწოლა TV25-ის დამფუძნებლის მიმართ და ხელმძღვანელის მიმართ. ეს არის საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადიაშვილი, რომელმაც მოახდინა ზეწოლა. ჩვენთვის არის ეს წინა საარჩევნო პერიოდში საზოგადოებაში აღიქმება როგორც წინა საარჩევნო პერიოდში განხორციელების ზეწოლა. მიმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით და როდესაც პროკურორი პირადად ახდენს ზეწოლას, ეს უკვე არის დანაშაული და ამაზე უნდა მიმდინარეობს, უნდა მოვითხოვოთ დაიწყოს გამოძიება. ეს არის საკითხი ძალიან სენსიტიური, უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ ასეთ საკითხებზე მუშაობის დროს. განსაკუთრებით როდესაც მოდის წინა საარჩევნო გარემო და ასეთ გარემოში თუ მოხდება ტელევიზიის საქმიანობის ხელის შეშლა, ეს აღქმება უკვე მედიაზე ზეწოლად, რაც ვფიქრობ, რომ არც თუ ისე სასიკეთო იქნება წინა არჩევნებისათვის.